მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო გაშლა შეკითხვაზე, რა სასიხარულო ცვლილებები მოდის ჩვენს ცხოვრებაში. პირველი ვარიანტისთვის იქნება აი ეს დასტა და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს დასტა. პირველი და მოდის თოდებ ჩანს ხო? გიგი. აი ერთ-ერთი პირველი და მეორე. დროებით გადავდებ ხო? და პირველი ვარიანტი. რა სასიხარულო ცვლილებებს უნდა ევდებოდეთ უახლოს პერიოდში. მანამდე კი შეგახსენებთ ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 1491 დალაიქეთ და კომენტარით გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ თქვენი სასიხარულო ცვლილებები. კი ბატონო. რა სასიხარულო ცვლილებებს უნდა ელოდოთ თქვენ და პირველში ჩანს იმას, რომ აი რაღაცნაირად იღბლიან პერიოდს. იგრძნობთ თქვენ ცხოვრებაში, თითქოს რაღაცები უფრო მარტივად გამოგდით, რაღაც არის დაწყებული გქონდათ, ისიც წარმატებით განხორციელდება. თავს იგრძნობთ ძალიან დაფასებულად, ძალიან კმაყოფილად, იმიტომ რომ თითქოს რაც ძალიან გინდოდათ იმას მიაღწევთ, გამოგივათ. ეს ამბავი თითქოს ეხება ისეთ ამბავს, ახლა მაინც და მაინც ახალი საწყისი არ მგონია, უფრო აი ადრე რაც დაიწყეთ და იმის შედეგს რო იხილავთ, აი ეგეთ სასიხარულო ცვლილებაზე მაქვს ახლა აქ საუბარი. ასევე მგონია, რომ ემოციური თვალსაზრისით გექნებათ საკმაოდ საინტერესო პერიოდი, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია ძალიან გამძაფრდება და მგონია, რომ შესაძლებელია მოგექცეთ ენერგია და ძალა იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოთ საინტერესოდ, იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უფრო მეტად სტაბილური, უფრო მეტად მყარი, თუნდაც ფინანსურად, ასევე მგონია, რომ აი ამ პროცესებში ძალიან დაგეხმარებათ, თუ კი განთავისუფლდებით ემოციური მჯაჭვულობებისაგან ისეთ ადამიანებთან, რომლებთანაც რეალურად ეხლა ამ მომენტისთვის აღარ გაქვთ აღარანაირი კავშირი, აღარანაირი ემოციების გაცვლა და გამოცვლა და უბრალოდ არაჯანსაღი ტოქსიკური ენერგეტიკული კავშირი თუ გაქვთ ვინმესთან, აი ეს უნდა გაწყვიტოთ. ხო, ამას გარდა თქვენ ასევე ვფიქრობ, რომ გექნებათ ძალიან საინტერესო პერიოდი. თითქოს წარსულში მოიტოვებთ თქვენს რაღაცა სტრესულ გარემოებებს. კი ბატონო. და თითქოს ახლა აი თქვენ თავსაცრებთ იმის დროს და უფლებას, რომ ცოტა ხანი მოდუნდეთ, დამშვიდდეთ, დარელაქსდეთ. თუ ვინმეს კითხვა გიყვართ, შეიძლება თქვენი დრო მიმართოთ უფრო მეტად აი ამ კუთხით და რაღაცნაირად აი მაგ პროცესში, როცა კითხულობთ, ცოტა ხანი მოსწყდეთ რეალობას და მთლიანად გადახვიდეთ იმ წარმოსახვით სამყაროში, რომელსაც ეს წიგნები ხშირ შემთხვევაში გვთავაზობენ ხოლმე. რაღაცა ეს პერიოდი და ეს პროცესი გექნებათ თქვენ.
საკმაოდ ისეთი პასუხია. და აი კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც მომწონს ის არის რომ თითქოს აი დედაბუნებისგანაც აი ბუნების ძალებითგანაც შეიძლება რომ იმუხტებოდეთ კარგად აი თუ იმეს გაქვთ შესაძლებლობა რომ ბუნებაში გახვიდეთ, გაისაინოთ, თუნდაც პარკში გახვიდეთ უბრალოდ ხო აი ხეებისგან, მიწისგან, მზისგან, ვინმე თუ ზღვასთან ახლოს ცხოვრობთ ხო საერთოდ გადასარევი აი ბუნების, სტიქიების ენერგიები აკრიფეთ კარგად, აი მაქსიმალურად ესადეს რომ შეისრუტოთ ეს ენერგიები, იმიტომ რომ აი ახლა ისეთ პროცესში გადადიხართ, რომ გჭირდებათ აი ეს ენერგეტიკული განახლება. ნუ ეგ ისედაც მოხდება რეალურად, ისედაც დაწყებულია ეს პროცესი, უბრალოდ აი დამატებით რომ უფრო მეტად შევსებული იყოთ აი ამ ჯანსაღი ენერგიებით, ჩემი რჩევა იქნება ის, რომ ბუნებაში გაატაროთ მეტი დრო. ჩემს თვითონ პირველ ვარიანტზე ახლა უნდა დავემშვიდობო, გადავიდე მეორე ვარიანტზე და შეგახსენებთ რომ გააზიაროთ, დააკომენტაროთ, დალაიქოთ. და ახლა გადავალ მეორე ვარიანტზე. მოხდა ნახოთ თქვენთან რა სასიხარულო სიახლეები მოიჩქარის. ვინც ეს დასტა ჩაიფიქრე თუ ამაზეს. Algo სიახლეებს უნდა ელოდოთ. ხდება. მე ვიკითხე რა სასიხარულო ცვლილებებს უნდა ელოდებოდეს მეორე ვარიანტი თქო, მაგრამ მაგ ისეთი პასუხი ამოვიდა, რომ უფრო მეტად გაფრთხილებაა თქვენთვის, ვიდრე, ну, კაი, მოკლედ დავიწყოთ. პირველ რიგში ხა საშიში და აქ ძალიან საფიქრალი არაფერი არ ჭრავს, უბრალოდ თქვენ შემთხვევაში, აი ახლა ეს სიტუაცია და პროცესი არის ერთგვარი გამოცდა. და ზუსტად თქვენზეა დამოკიდებული, აი ამ სიტუაციას როგორ გაივლით, შესაბამისად მოყვება მერე პასუხი სამყაროსგანაც. და ის სასიხარულო ცვლილება, რაც გელოდებათ, ერთგვარი ჯილდო მოდი დავარქვათ, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სიტუაციას სწორად გაივლით. და ეხლა რა ხდება, რაზე ვსაუბრობ? აქ ჩანს ის, რომ თქვენ წარსულში გქონდათ რაღაცა აი სანერვიულო რაღაცა დამსტრესავი ფაქტი, რაც გულს გტკენდათ, ის რაც გწყინდათ, ის რაზეც თქვათ ეჭვიანობდით, ამბები რაც შეიძლება რომ ისე განვითარებული იყო, რომ სხვების საჭორაოს კი გამხდარიყო მაგალითად, ხო? ну მოკლედ, აი ეს რაღაცა ამბავი და სიტუაცია, რაც ძალიან გსტრესავდათ წარსულში. აი ამ ამბავთან დაკავშირებით გექნებათ თქვენ გამოცდა, ასე ვთქვათ, თავიდან ჩასაბარებელი. და ამ გამოცდის, ასე ვთქვათ, არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის ადამიანი ან ები თითქოს შეიძლება, რომ კიდევ დაბრუნდნენ და გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში, ვისთანაც აი ეს სიტუაციები გაქვთ გადატანილი. აქ უფრო მეტად ჩანს მამაკაცის ფიგურები და უფრო მეტად ყოფილ პარტნიორებზე მგონია, რომ იყოს გაშლა დიდი ალბათობით, თუმცა ახლა ყველას ეგ ხო არ იქნება ჩაფიქრებული. ყველას თავს სხვადასხვა შემთხვევა, მაგრამ ძალიან იკვეთებიან აქ სხვადასხვა მასტის, ასე ვთქვათ, მამაკაცები. კარის არკანები, ისე ვიტყოდი. და მე ვფიქრობ, რომ სასიხარულო თქვენ შემთხვევაში
ცვლილება არის ის, რომ თქვენ სწავლობთ არასთქმას და სწავლობთ იმას, რომ უთხრათ უარი იმ ადამიანს ან ებს, ვინც ერთხელ უკვე გატკინათ გული, ვინც ერთხელ უკვე მოგექცათ არასწორად. აი თქვენი მთავარი გამოცდა და გაკვეთილი არის ახლა ეს, რომ რეალურად, არ არის აუცილებელი მარტო მამაკაცი, შეიძლება ეს იყოს ვინმე ყოფილი მეგობარი, ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რაღაცა ისე მოგექცათ ინტეგრალურად თუ რაღაც. ფაქტია, რომ თქვენ ხართ ამ ზღვარზე. კარგი, ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რა მნიშვნელოვანი სასახელო ცვლილება ელოდება მეორე ვარიანტს. საინტერესოა. რა გელოდებათ ჩემო ძვირფასებო და ძალიან მომეწონა პასუხი. ის გელოდებათ, რომ ჯერ ერთი თქვენ თვითონ დამშვიდდებით, დალაგდებით, ბევრად უფრო ჰარმონიული გახდება თქვენი ცხოვრება, იმიტომ რომ თქვენ გაგაჩნიეთ შინაგანი სიმშვიდე და შესაბამისად გარე სამყაროსაც ეგრე აღიქვავთ. თუმცა სამყარო ეს თავისთავად არ იცვლება, სამყარო ყოველთვის სტატიკურია, უბრალოდ ჩვენ აღვიქვავთ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად. და სასიხარულო მოკლედ იქნება ის, რომ აი ამ სიტუაციას თუ კი გაუშვებთ და დატოვებთ წარსულში და თუ კი საერთოდ არ მიიტანთ გულთან ამ ყველაფერს და უბრალოდ შვიდად ღიმილენის სახით გამოიმშვიდობებით მაგ ადამიანებს დაბრუნების მიუხედავად, ეგ არის რა, მოკლედ არ უნდა მიიღოთ ადამიანები წარსულიდან, ვინც დაბრუნდებიან. და აი ამ გზას თუ გაივლით, მერე ბევრად უფრო ჯანსაღი და უფრო სწორი ადამიანები მოვლენ თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ ემოციური სიღრმე, თქვენ გჭირდებათ ემოციების გაცვლა, გამოსვლა, არ გჭირდებათ უბრალოდ შეხვედრები, უბრალოდ მიწერ-მოწორა, არ გჭირდებათ უბრალოდ რაღაცა ბნება, თქვენ გჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა, თქვენ გჭირდებათ ემოციების გაცვლა, გაზიარება, სითბოს, ყურადღების გამოხატვა და ასე შემდეგ. რა ხა და მოკლედ ეგ არის მთავარი სათქმელი, რომ ამ ყველაფერს რო გაივლით, მერე ბევრად უფრო ჯანსაღი ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ფონში თასების ტუზი მიზის, ვარსკვლავით, აქაც არკანი შეყვარებულებით, მოკლედ ადამიანები თქვენი წარსულიდან აღარ მიიღოთ და ბევრად უფრო დამშვიდდებით და დალაგდებით. ეს არის თქვენი გამოცდა ცხოვრების ამ ეტაპზე. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ ჩემო ძვირფასებო. შეგახსენებთ პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511-99-91-18 და წინასწარ უნდა მომწეროთ ხოლმე კონსულტაციის დროის შესათანხმებლად, რომ მე არ მოყვეს რაღაც უხერხულობა, იმიტომ რომ მე მაქვს პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, ვისთანაც დაჯავშნილი მაქვს ეს კონსულტაციები და თქვენ რო გინდათ ხოლმე მე ყველაფერი სწრაფად და 10 წუთში და 15 წუთში, მე შეიძლება საერთოდ სხვასთან მქონდეს დაგეგმილი. ან ისედაც შეიძლება რაღაც ჩემი პირადი მიზეზების გამო არ მეცალოს. ამიტომ დროულად განსაზღვრეთ ხოლმე თქვენი საჭიროებები. ეხლა დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.